გასაკვირია თქვენი ჯანმრთელობისთვის. მოგესალმებით მეგობრო, გამარჯობა. ჩვენ რა თქმა უნდა საუბარს იმ რაღაც აქტით დავიწყებთ, რომელსაც ცინიკურად მეგობარი აქტი თქვია, ჩვენ ტერი აქტი კი ბატონო. მე მინდა მიმართო რატომღაც ახტინებულ ნაცებს. მე არ მეგულება არც ერთი ოცნების მომხრე ან თუმეტეს ჩინოსანი, რომელსაც არაა გააზრებული თუ რა ბრძოლაში არის შესული. მე არ მეგულება ესეთი. და არ მეგულება ადამიანი, რომლისთვის ესეთი აქტები ან ესეთი დემარშები deep state-ის მხრიდან ან deep state-ის შემადგენელი ნაწილების მხრიდან სხვადასხვა ქვეყნიდან არის მოულოდნელი. როცა ხარ დამოუკიდებელი და სუვერენული, ამას ფასი აქვს. და რა თქმა უნდა, ეს ფასი არ არის დიდი, ომთან შედარებით გაცილებით ნაკლები და სხვა რაღაცა გზებთან შედარებით გაცილებით უფრო იოლი. ეს ფასი არ არის დიდი და ჩვენ დარწმუნებული იყავით ნაცებო და მათთან გათანაბრებულო ლიბერდებილებო, რომ ქართველი ხალხი ამ მიზერს, ამ ორ შაურს გადაიხდის. სამაგიეროდ, მოდი მოკლედ ვიტყვი რა, გაიხედეთ რა ხდება. გადამწყვეტ ფაზაში შედის უკრაინის ომი, უკრაინა-რუსეთის ომი. სი ძინპინი, ჩინეთის იმპერატორი, ხო, ჩინეთის პირველი პირი, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყნის პირველი პირი 4 დღით ჩადის პუტინთან. პუტინი და ჩინეთი ახლოვდებიან სინათლის სისწრაფით, იმიტომ რომ ტრამპმა ჩინეთი შერეკა რუსეთთან. 140% დაუწესა გადასახადი ტარიფი. ეს ერთი. პაკისტანი, ინდოეთი, ჰუსიტები ისრაელს ურტყავენ, ისრაელი სირიას და ლიბანს. ომი, რომელიც თქვი უკრაინა-რუსეთის ომი, ფარრაიტების, ანუ მემარჯვენეების ტრიუმფი ევროპაში, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ ინგლისში მაგალითად ადგილობრივ არჩევნებზე, როცა რუმინეთში ვუყურებთ, როცა ევროსკეპტიკოსები მოდიან, სოფლიო იცვლება. ამას ვერც ჯო ვილსონი და ვერც მეგობარი თუ შმეგობარი აქტი ვერ შეცვლის. ჩვენ ვართ ჩვენს კურსში ღრმად დარწმუნებული, ჩვენ მოვიგებთ საქართველოს გადარჩება. არანაირი ვირიშვილები ოპოზიციის სახით, ვითომ შმოპოზიციის, ამას ვერ შეცვლის. მენდეთ მეგობრო, ვისაც ჩემი და ჩვენ ტელევიზიის ოდნავ ბაკ, ყველაფერი არის კარგად და კარგად იქნება. გაქვთ საფრთხელი? არა, ძალიან ფუნდამენტური. პატა ბურჭულაძე, უყურეთ, პატა ბურჭულაძე გვებრძვის ხალხო. ხო არის ვითომ ჯო ვილსონი. პატა ბურჭულაძე. ვინ არის ჯო ვილსონის სახე საქართველოში? გაუშვით. ჩვენი მიზანი არის ერთი რამ, რომ ისეთივე გამარჯვება მოიპოვოთ, როგორც 9 აპრილს. ეს არ უნდა იყოს ნაკლები გამარჯვება. 9 აპრილი იყო ნამდვილად ხალხის გამარჯვება. ეს იდიოტი. ვერც აანალიზებს. 9 აპრილის რა თქვა? ხდები რა თქვა? კი, ვერც აანალიზებს. ტრაგედიის თარიღი იყო გამარჯვების თარიღი. ხო და პატა ბურჭულაძე არ მგონია, რომ პოლიტიკურ სუბიექტად, პოლიტიკურ ფიგურად ვინმე აღიქვავდეს საერთოდ და ესეც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ერთის მხრივ თუ რამე გვასუსტებს, ეს არის შიდა ქართული ოპოზიცია, იმიტომ რომ ოპოზიცია არის, თუ გვადუნებს რა, ეს არის ისეთი ფსკერი, მე არ მეგულება ქვეყანა, სადაც ოპოზიცია იყოს ასეთი დისკრედიტირებული, ასეთი გაბანკროტებული, ასეთი სიმბოლურ კაპიტალ დაცლილი, ასეთი განადგურებული, იმიტომ რომ პროსტა რო წარმოვიდგენ, ანუ რა მნიშვნელობა აქვს ვაფშე რა ჯო ვილსონმა კი არ ვიცი, რა უნდა გააკეთონ პროსტა, ვინ რა უნდა გააკეთოს, რომ იმეს რა ქვია, ხელახალი გაცოცხლება მოხდეს ხაბეიშვილის, ელენე ხოშტარიასი და ნიკა გვარამიას და იმისი კიდე გრიგოლ გეგელია, კაით რა, არ არსებობს, საერთოდ ხონ იდეაში მეგობარი არის გაჩნდა მხოლოდ იმიტომ რომ ზუსტად ოპოზიცია არის ესეთ მარგინალიზებული და დისკრედიტირებული რომ მას შიგნით ფიზიკურად არ შესწევს ძალა არანაირი ერთი რომ დემოკრატიული ცვლილების რაც თავისთავად აბსურდი არის და მეორე უკვე ამდენ წელი უყურებთ რომ მით უმეტეს რევოლუციური გზით ხელისუფლების გადატრიალების მეგობარი აქტი არის იმის პროდუქტი რომ მონული მორჩილება საქართველოში აღარ არის ის ყოველდღიურობა რომელსაც იყვნენ მიჩვეულები ეს არის იმის შედეგი რომ ჩვენ მკაფიოდ თქვით უარი მეორე ფრონტად ქცევაზე საქართველოსი შესაბამისად ეს არის ის მცირედი
ნაპერწკალი იდეაში ისის მაგას წარმოდგენაში, რომელმაც შეიძლება რომ ეს დეგრადირებული და სრულად მარგინალიზებული ოპოზიცია იქნებ ცოტათი მაინც მოაძლიეროს. ეს არის მათი მხრიდან და კიდევ ერთხელ კარგად ჩას რამდენად არის ცნობილი. საქართველოს მათი მხრიდან ცდილობა რომ ეს იყოს სასჯელი, ანუ ხიზინაევანი ხო 1000 ჯერ აქვს ნათქვამი რომ არ არსებობს არანაირი ფინანსური ფული რომელშიც სამშობლო ფულზე არ იწვევს სანქცია რომელიც მას შეაცვლოს პოზიციას და ხო სამშობლო ფულზე არ იყიდება ხო რასაკვირველი შესაბამისად ანუ ეს მეგობარი აქტის იქნება ნუ ჯერ თავარი გამოცდა წინა აქ ჯერ მეგობარი აქტს მაგრამ მაინც არ მაინტერესებს რასაკვირველია მაგრად რა და ეს რაღაც პიიტეტური დამოკიდებულება. ეხლა მე გეტყვი რა. მოდი გინდა დავსვათ ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა. ბიჭებო, აბა უპასუხეთ. ჩაანაცვლებს თუ არა სანქციები ოპოზიციას? ხო, ოპოზიცია არ ყავს და იქიდან სანქციებით გვევრძვიან. აქ ხო ამ ძალისხმევს რომელიც იქიდან მოდის, ამის რეალიზატორი ვიღაც მაინც ხო იყოს, უნდა იყოს. მომეცით საყდენი წერტილი და მე ამოვიტროლებ დედამიწას თქვა არქი. აქ რაღაც საყდენი წერტილი ხო არა? ძალა დაუშვათ არ არის. საყდენი წერტილი მაინც უნდა იყოს, იქიდან მოდის ძალა. ჩაანაცვლ ეს იქნება უნიკალური შემთხვევა, როცა არავინ არ არის საზოგადოებაში, ნუ ვინც არიან მართლა არავინ არ არიან, მინუს ნიშნით არიან, ჩაანაცვლებს თუ არა, აი კითხვა, რიტორიკული არ არის. ჩაანაცვლებს თუ არა სანქციები ოპოზიციას. ფიქრობ რომ თუ დოი ჩინეთს გვერდით გადადებს და დაუდგება სათავეში, მაშინ გაჩნდება ამის შესაძლებლობა არა გასაკვირველია, იმიტომ რომ ეს არ არის იმ კალიბრის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება ახლა რაღაც რეალური რადიკალური გამოცოცხლება გამოიწვიოს სულ ფლანგზე გინდა აქტივიზმში გადათარგმნეს და გინდა რეალურ პოლიტიკურ აქტორებში. გაგრძელდება ჩვეულებრივად როგორც ამდენი ხანი ვუყურებთ, იქნება ხოლმე 161 დღე ხო? 161 დღე პროტესტის, უბრალოდ უფრო მეტი სლოგანით, რომ აქამდე თუ იყო რომ გახსოვს ტრამპი როცა პრეზიდენტი გახდა მაგ პერიოდში ხო ცოტა კრიტიკული გახდა პროტესტიც ამერიკის მისამართით რა ეხლა უფრო მე ეხლა თქო პლასტიკას მიღებით მივლები პლასტიკას შეიცვლება გარდა ამისა კოსმეტიკა შეიცვლება და საქართველოს აქ უამრავი გეოპოლიტიკური გზაა საქართველოს თავისი გზები თავისი გზები მე მგონი უამრავი არ აქვს რამდენიმე კი ბატონო შეზღუდულია რამდენიმე მაგრამ ალტერნატივა არსებობს რა და ჩვენ უნდა მოდით რა იზოლაციაში არავინ არ არის არავინ არ იქნება ჩვენი ეკონომიკა იზრდება კიდევ ერთხელ ვამბობ სოფლიო ბანკი აღიარებს ამას მე კი არა შალვარამიშვილი და რატო შტატი რო გავხდეთ ახალი ამერიკა ეგ ძალიან საინტერესო იქნება გრენლანდიას ხო ესე მოუწევს რა კანადა და ჩვენ. აი გრენლანდიას რო დაიწყოს. ჩვენ რო არ ვიგებთ. ბოლოს ტრამპმა თქვა რომ გრენლანდიას ბოლოს იარაღი თავიჟება. ევროპა რას ეტყვის? რატო აწმუნდება რა თქმა უნდა. კარგი მაგაზე ხლა არ არის. მე არ ვიცი ხლა თენგო გავუშვით რა ეს თენგო ვინ არის? არ არსებული თენგო. გაურკვევლობა და შემდეგ ჩვენ მათ შორის ოპოზიციას ვიქვის რატომ არის საზოგადოებაში გაურკვევლობა? დიახ, ამისთვის არის გაურკვევლობა და ბუნდოვანება, როცა ვერ ვახერხებთ პრინციპულობას. აი მე და თქვენ ავიღოთ სადისკუსიო საწყისი წერტილი. საწყისი წერტილი არის მაგალითად რომ ერთპარტიული პარლამენტი არ უნდა იყოს. ალბათ თავხდებით ალბათ და რა თქმა უნდა, ეს არის არც პოლიტიკაში ჯდება, არც რისი ბრალია, რისი ის არ მე შეგვიძლია რატო არ ჯდება. ელემენტარულ არ ვიცი. კი ბატონო, პარლამენტი არის. ამისთვის გამოსავალი რა არის რომ ჩატარდეს არჩევნები და შემდეგ ეს პარლამენტი გახდეს მრავალპარტიული თუ ქართული ამომრჩეველი დარწმუნებული ვარ გადაწყვეტს რომ გაუცნება გაუშვას და იყოს რატო დაუშვათ არ გაუშვა კარტ გააჩერეთ რა დაუშვათ ანუ როგორ არის იცი როგორ უნდა მართლა ეგრე უნდა თხუმრობის გარეშე რომ არჩევნები უნდა ტარდებოდეს მანამდე სანამ მოცნება არ წააგებს აი ეს კანონი უნდა მიიღონ ეგეთი ხო ეგ სხვათა შორის მისაღები კანონია ოღონდ მანა ჩვენ უნდა მივიღოთ ნახე ქართულმა ხალხმა რეფერი ვინ იქნება მანდ რეფერი ის არა ქვია ძველი თახნიშვილი რო იყო გახსოვს ოკეი კომისიის თავმჯდომარე რაში არ თქვა თუ გახსოვთ პიტე გენიალურმა ხო მაგრამ როგორი და კიდევ უფრო კარგად თქვა ზეზვა
ავსტრალიელ აბორიგენს რო გავსო. ავსტრალოპითეკი. არა, ავსტრალოპითეკი სხვა არის. ავსტრალიელ აბორიგენს და მე კი და მაგითო ვამბობ მე რაღაცა სოციოლოგი როცა ვიყავი და ინტერესებული ყველა სოციოლოგი პრინციპში მიიღწვიდა ვინც აველე სამუშაოებზე გადიოდა იქით რა აბორიგენები ავსტრალიელი აბორიგენებისგან და იქ ფოტოებში ხო აუ და ზუსტად შეიძლება არის ამაში უკველი იყო მეტაფორების გენიოსი რა პოეზიისას კაცო. კი ბატონო. კი ბატონო. მოდი ანადოლიძე გავუშვით. ელენე ხოშტარია? თქვა თქმა უნდა. რატო გამო? მოკლედ რო გითხრათ, არ მგონია რომ ეს რო იყოს ჭრელი არჩევნები, ეს იქნება დიდი პოლიტიკური ლეგიტიმაციის მიმცემი აპრიორი, მაგრამ ჩვენ ვემზადებით ახალი არჩევნებისთვის. ანუ ჩვენ ვემზადებით მუშაობთ, რეგიონებში დავდივართ, ვემზადებით გენერალური რესტარტისთვის ამ ქვეყნისთვის. რა გენერალური რესტარტისთვის ემზადები? თითზე პეჭედზე ღილაკს რო დააჭერს ალბათ ვერ იწყება. რა გენერალური რესტარტი? რაღაცა და თუ ესენი ემზადებიან გენერალური რესტარტი. არა, ნუ ესეც ხო იშვიათ შლეგიანია, მაგრამ შენ წარმოვიდგინე ამას ამ წამამდე როგორ უნდა რომ პარლამენტში შევიდეს, იმიტომ რომ პირველი როგორც კი ნახარო ცესკოს დათვლის შედეგად მე რამდენი იმაზეც იჯდა დეპუტატი ვარ ხო? შევიდა ბიჭო LinkedIn-ზე შეცვალა თავის პროფილი რეგალიებში ჩაიწერა რომ პარლამენტის წევრი ვარ. რა ვერ გავიგე იცი? აი კიდევ ერთხელ ვამბობ. შეიძლება ეხლა ეხლა წაშლილია. ეს იდიოტები 61 დეპუტატი ძალიან ლამაზი იყო ეგრე. 61 დეპუტატი შეყავდათ. 61 დეპუტატი არასოდეს ამდენი ოპოზიციონერი არ ყოფილა უახლოესი ხნის განმავლობაში საქართველოში. 61 დეპუტატს აქვს უფლება რომ დააკომპლექტოს ნებისმიერი საგამოძიებო კომისია. ანუ რაღაცა სისულელე მოხდებოდა ეხლა რომ ჯღავიან. მოიგონებდნენ რომ ეს არის დანაშაული და შექმნიდნენ საგამოძიებო კომისიას. რითაც დღის წესრიგს ეხლა ხო არ მოწონთ დღის წესრიგს რომ ეს საგამოძიებო კომისია აურევდნენ. მე ეკნებოდათ ადგილები, კვოტები, ვიცე-სპიკერის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის. ივლიდნენ ოფიციალურად ივლიდნენ სხვადასხვა იმაში, რა ქვია, დელეგაციებში. ეკნებოდათ ბაზა, ეკნებოდათ რესურსი. რატო არ შევიდნენ ეს იდიოტები? შავა, მე მაინც არ ხონდა დავალება და არა, ნახე, მეც მაგას ვამბობ. მე მაინც გონია რომ ეს ყველაფერი რაც ბოლო პერიოდში მოკლედ ცოტა შორიდან მოული. რაც ეს deep state-ის ვთქვათ ფორმულა შეიქმნა და რაც deep state-ის საცეცები კიდევ უფრო გამოჩნდა და ეს დაიწყო თუ არ ვცდები იმ დისკურსიდან ჯერ კიდე კრედიტ სუი რო სხვა შორის დღეს ახალი ინფო დაიდო მაგაზე კრედიტ სუი როგორ ებრძოდა ვიზინა ივანიშვილს სრულად ესე იგი ბანდიტური მეთოდებით ყველა სასამართლო ინსტანცია მოუგო და მაინც არ გვინდა და არ გაძლევთ და ომის დაწყების შემდეგ ნუ ჩვენზე რაზეწოვაც განხორციელდა ევრობიუროკრატების და მეორე მხრივ deep state-ის მხრიდან ეს იყო წარმოუდგენელი. ნახე, ჩვენ მერე ამოვხსენით და მერე გავიგეთ, რომ თურმე ეს ქართული ოპოზიცია ყოფილა ჩვეულებრივი პატარა აგენტურა, რომელსაც არ გააჩნია სული, არ გააჩნია მოძრაობის ფუნქციონირების მექანიზმები, ჩვეულებრივ ჰოლოგრამები არიან, ხო, მარიონეტ ჰოლოგრამები იქიდან მართული, ანუ ჩვენ გვეგონა რომ თურმე მანიაკი ტიპები და მაგარია, რასაც ჩაძახები, მაგარი ნაგლი და ბოროტები რა შეიცვლება. უწყვეტი პროტესტის 160 დღეს რუსაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა უკვე ხა აქციის მონაწილეებმა აბარაკნეს რა აულები მიტანგანტური დროშა გაშალეს ხო ეგ დროშა გვაქვს ხო იცი მან მეგობრებო ეხა არ გადაშალოთ ფურცელი და თქვენი აზრით ხო არის ძალიან ცნობილი სამი მეგობრის ლიტერატურული ალუზია ათოსი პართოსი არამისი მზე და ჩმო და ფარჩაკი სამი მეგობრის ანტისამი მეგრობის ანტიალუზია შეიძლება არ ჩომ უკეთესად იცის მაგას სამი ყველაზე ფარჩაკი არა ჩიტმა იმან და იმან ურყევი შექმნეს კავშირში ვინა ჩიტმა მე დაცენზურება უწევს იმან და იმან კავშირში პრო ურყევი თავმჯდომარეს დააყენეს პატივცემული იმან და ცენზურა უწევს მორჩა აბა რა კარგად თქვი აი ეს განსახიერდა დღეს გაუშვით თუ შეიძლება ირაკლი კუპრაძე გაუშვით
აი კაკასეგარი, გავში. ჩვენ დავამტკიცეთ ყველამ საერთოდ, მათ შორის მე, ჩემმა კოლეგებმა საბა ბუაძემ, გრიგოლ გეგელიამ, თაზომ დათუნაშვილმა, გიორგი სიუხმა, სალომე სამადაშვილმა თავისი ბრძოლით, რომ ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც უკან დახევას არ აპირებს. გაჩი, ჩიტმა. ხო ეგარი, ხალხო. ჩიტმა პრო მადა კავშირი შეკრეს ურყევი, თავმჯდომარე დააყენეს პატივცემული. კი ბატონო. შესანიშნავია. აი ასეთი ჩასტუშკები ზუსტად ეგარი ხალხო. ზუსტად. იმედი გიხაროდენში რომ ჩამოთვლა იწება, ხო ეგრე ჩამოთვალა იმენად. რატი ამაღლობელი უნდა გაუშვა? ისე იშვიათად ხდება ჩვენს თვალთახედვის არეში, რომ უკვე არ ურთულს და გაუშვით შენ. თვითონ საზოგადოებაში არ არის ერთიანობის ნაკლებობა, თვითონ სამყარო საზოგადოებაში პროტესტში, მაგრამ როდესაც საქმე ეხება უკვე იდენტობების სფეროს, პოლიტიკური პარტიების სფეროს, გარკვეული ჯგუფების სფეროს, იქ ბუნებრივია იჩენს რაღაც ტიპის ეგო და ესეც ბუნებრივია, მაგრამ საკმარისია ჩვენ ვნახოთ დიდი აქციები, საკმარისია ვნახოთ, ასე ვთქვათ, ამ ერთი წლის განმავლობაში შარშანდლიდან მოყოლებული, ჩვენ ვნახოთ ამ დიდ ერთობას. მინიმუმ კოორდინაცია, რაც ძალიან კოორდინაცია საჭიროა. გააჩერე. ანუ ცხონებული სერგიას მიმოქცეული ფრაზა თუ შეიძლება გაგახსენდეს. ხო, ახლა კოორდინაციას რაც შეეხება ძალიან სხვა ჭრელი არის ეს ერთობა, ასე ვთქვათ, ხო? მე მაინტერესებს სალომე არის თუ არა ისევ ლიდერი, მაგალითად ჩერგო, რომელიც უკვე არავის არ ახსოვს და მარგინალთა უხუცესია. ამბობს, რომ სალომეს პროცესს უნდა შეუერთდეს ყველა, ხო? სალომეს აგინებს ყველა აქეთა ოპოზიციონერი, ხო, დაუშვათ. მიშა რა შვება, რა კოორდინაციაზეა ლაპარაკი, რა საპირებენ? აი, კაი, დაუშვათ. მეგობარი აქტი და მიიღეს ერთი მოსმენ პირველ ქვედაპალატაში მიიღებენ და ასე. მე ამას ხო რაღაც ქმედება უნდა მოყვეს. უნდა გამოვიდნენ ტანზე შემოიხიონ, დუდაჩკები უნდა არის იქიდან ახლა ბაძაშკოს გავძლებთ ყველაფერს ვაკეთებ და თქვენ აქ რას აკეთებთ? ხო, რაღაც შეიცვალოს რა. იმიტომ რომ ეხა ლაზარე ეს ტექნიკა შენი ლაზარი აღარ ესენი აღარ ჭრის მიხვდი? არა, ლაზარი აღარ შესაძლებელია, სერიოზული. ლაზარი საზარი. არა, რაღაც ფუნდამენტურად არის შესაძლებელი ეხა. მერდია სიჩინა. შესულიც რა არის? რატი ამაღლობელი? ლაშა ბუღაძე, ელენე ხოშტა. ლაშა ბუღაძეს დაკარგულია. ლაშა ბუღაძეს დაკარგულია. როგორ შეცვალო? შეგარბო გამოაცხადო არჩევნები ამ პატარა რაღაც შიდა. აი არჩევნებზეა საუბარი. ყველა ემზადება. ყველა არჩევნებისთვის ემზადება. აი მერდია სიჩინაა გავუშვით თუ შეიძლება. პოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი. ჩვენ პოლიტიკური გუნდი ყველა არჩევნებისთვის აბსოლუტურად ვართ მზად და როდესაც ამის დრო მოვა და საარჩევნო რეგისტრაცია ეს გახარია, ხო? ეს გახაბიტია. ანუ გახარია, უკვე გაშიფრული. როდის არის მეგობრებო არ მახსოვს, როდის არის დედლაინი გახარიას სასტავის პარლამენტიდან გაყრის. მე მგონი ამ თვეში, ხო? არ მახსოვს რიცხვი. კი, ამ თვეშია, ამ თვეშია ზუსტად ვიცი. ანუ ძალიან მალე გახარიას მოუწევს არჩევანის გაკეთება. საბოლოოდ გაიგჯულა. არა, ყურე, აი კიდე არასწორად. არჩევანის გაკეთება რომ მოუწიოს, შესაძლოა საკუთარი უნდა იყოს ეს არჩევანი და სურვილი. გახარი მოში მოუწევს მის კურატორებს გაშიფრულ დავალების შემოწმებას. მის კურატორებს მოუწევთ. ერთ წუთით მის კურატორებს მოუწევთ თქმა, როდის აპირებს და როდის არა. კი ბატონო. შალვა, აბა ერთი ეს გავუშ არ ვიცი რა არის. თუ არის რას გვაშვებიდი? ბიჭო, ის არის. შედით არიქს და ხედერა. არა, შეხედე, ძალიან მაგარი ვიზუალია უკვე. პროსტო ვიზუალი გაუშვა? არა, იქნებ კაისაც. გაუშვით. ეს გადაწყვეტილება არ არის მარტივი. ძალიან გაგვირთულდა და მესმის არ იქნება მარტივი მოსასმენი ჩვენგან, ჩვენი მეგობრებისთვის, ჩვენი მხარდაჭერებისთვის. ჩვენ მოგვიწევს დღეს ამ კონტექსტში, ამ ვითარებაში ვიყოთ გულწრფელები, პირდაპირები. პირველი მერცხლები და გითხრა. უტაბიჭია, ხო? ჩვენ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს თუ გავედით, ჩვენი გასაგებია, დაიგინა, გასაგებია. მე მაგალითად შემიძლია დავიგინო ასე რომ თვარეზე არ გავფრინდები. ხო, მაგრამ აქ რო თქვას რომ ჩვენი ესე ვთქვი. არა, მე რა მაინტერესებს რომ მე რო ეხა დავიგინო რომ მე ვერ მოვერევი ვიღაცას. რა ვინ არის ყველაზე მაგარი მოჭკუბარი NBA-ში? ჩემი NBA-ში არის LeBron James. LeBron James ხო ვერ მოვერევი. WNBA-ში. John Jones ვერ მოვერევი. და დავიგინო. ხო. ეს ძალიან კუტაბიჭი არის, გასაგებია. მეგობრებო, აი გავუშვით ვალერი რა, გეხვეწებით, ვალერი კარგია რა.
აუ ბიჭო არ შემიძლია ეს კავკასიის სტუდია. არ აიცი რომ კავკასია. აბა სად იქნება? ხო აი ესე. სად იქნება? ერთი წამი სანამ გავუშვებ. ერთვება. სანამ გავუშვებ კავკასიაზე, რა თქმა უნდა ბიჭო როგორ შეიძლება? არა, მე რა მაინტერესებს რომ კავკასიაზე კი არა, სხვაგან სად გინახავს ვალერი? ბიჭო. ოღონდ მართლა მაინტერესებს. იმ ანტურაჟის გარდა ვალერი სად გინახავს? ეხა ნახე, ის რო იყო გასოს თბილისის ზოოპარკში ჟირაფი არ გინახავთ ხო და არ იყო ჟირაფი. ხო და არ იყო რეალურად. ეს არის მანდელას ეფექტი. ხო და ეგ არის. კი, ვალერი გელბახი არის და მგონია რომ ვერ განაცემაში არ არსებობს. საღო. გაუშვი შეიძლება. 4 პარტია არ არის საქართველოს კიდევ მეორე. პირდაპირ ეთერში მოხდეს ამის ტრანსლაციაც. ნობა, მე არ ვიცი, ერთმანეთს ებრძვიან ეს პარტიები და ზურგსუგან აგინებენ და ღიად აგინებენ, ხო? მოხდა მე. მე მინდა რომ დობა მქონდეს. დობა მქონდეს ხმა მივცე. დობა მქონდეს არჩევანი გავაკეთე. ცალსახად ასე არ ეგონოს არავის რომ ბრმად ვაძლევთ ხმას რომელიმე პარტია. შემთხვევაში ყველა სენდობება ცვლილებები ვალერი. თან ეს კანონი აიზულებს. დავაჩქარებინოთ ოპოზიციასაც გამოთქვა მე კიდე მიმეორებ მარტო ვალდებულება მარტო ხელისუფლებას არ აქვს. კეთახლა. აქვს ოპოზიცია. რაღაცა აქ არის, აი გასაგებია ჯუტური მოვჩეთ. რაღაცა კავკასიაში როგორც ძალიან მძლავრ მედიაში შეინიშნება ერთის ხრი როგორც დანიის სამეფოში. ერთის ხრი ქალის ამის მეუღლის ისტერია დღეს 12 პოსტი დადო ჯო უილსონმა ძალიან გაახარა. ცვეთში ძალიან ბევრი საათში ერთხელ პოსტებს დება და ხო არის პოსტებს როდება და განსდა გაქრო აი რაღაც დაჩქარებ რა. რაღაცა იმას ვეცე. პროცესს აჩქარებ. კარგ ლიტერატურულ კინოალუზიას, არა კინოალუზიას, აი წყალწაღებულიო ხავს ეჭიდებოდა მაგის. მე მაგრამ ასლინგლენის უკვდავი ნაწარმოები კარლსონი და ბიჭუნა. ხო. ბიჭუნა დაალაგიო სახლიო და შერასეოდა მე აქედან სიმღერით გაგაყნებებოდა. ის პოსტებით ამხნევებს ამერიკის კონგრესს, კაიგე? აი ხა ჩავხედე და კავკასიას აქ 0.2 შეარი. ანუ ცდომილების ზღვარზეა რა. 0.2 აქვს ბიჭო შეარი. ჩვენ რო არ უშვებთ ამ ვიდეოებს. ვერც მიხვდებოდა. გეგონა რომ მაგდენი ექნებოდა? ჩვენ ვართ კავკასიის ნამუსის კავკასიის ცველები ვართ. ოღონდ კავკასიის ჭეშმარიტი კავკასიის გადამრჩენელები. გადამრჩენელები რომ ხალხს ვახსენებ ქვემოთ რო ის უწერია დონაციის კოდი კი არა. ჩვენ რა აქეთ მოგწევთ. პირიქით ჩვენ თანხის მოხვებაში რა ქვია მოკრებაში ვეხმარებით. პატა მაჯალაძე გავუშვით. პატა მაჯალაძე ვინ არის ლელო ხო? ის რო წემა. ხო. სტრატეგია აღმაშენებელი ვარ, სად არის ლელოშია? არა, სტრატეგია ვაშაძესთან არის. ცალკეა ვაშაძე? ამარჩევნებში არ მიუღია ცალკე. ბიჭო, სადღაც იქნებოდა კოალიციაში რა თქმა უნდა. ვისთან იყო? ნაცებთან იყო კოალიციაში, კი ბატონო, გავუშვით. ერთიანო პარტიები კი უნდა გავაერთიანოთ აბა აურა კაცია პენტაგონის ფორმა აქვს არჩევნები გვაქვს მოსაპოვებელი ამ პენტაგონის მოპოვებაზე ვიყოთ ერთიანები რაც არის საზოგადოების დაყოფა ეხლა ჩვენ ვიყვით ეხლა სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებთან მიდის საუბარი ისევე ვიცი რომ სხვა ოფისებში იგივე ხდება უბრალოდ ეს საჯაროდ არ ხდება და აუცილებელი არის რომ ეს პროცესი მარტო არ დარჩეს აი გაჩერდ აი დაუშვათ თუ სტოპ კადრი მინდა ახალგაზრდას აი ამან აი ეს საზოგადოების რომელ ფენას შეიძლება დაარწმუნო ამან რომ გამომყევით და მოვიგებ ელიტას რომელ ელიტას რომელი სფეროს ელიტას ზოგადად მლესავების არა შემოქმედება მლესავების კედლის მლესავების კი არა დანის მლესავების დოის ვერ დაარწმუნო მოდის სამყარო ამას დოის ვერ დაარწმუნო სილამაზეს ინდუსტრია ბიუტი ინდუსტრია კი დოი აი ესა არა დოი ისედაც ჩვენია კინემატოგრაფია არა კინემატოგრაფია რატო ფრიკებს ხო უფრო გელბახიანი მგონია არა ფრიკები ხო ევასებათ მაინც არა ეს აი ამ პრობლემა რა არის საკმარისად ფრიკი არ არის ბიჭო ნახე ამაზე მეტი ფრიკები გაფრიკდა არა ბიჭო არა როცა არსებობს ბიჭი უბაზი კარგი რა ეს დაჟე ფრიკიც არ არის მაინც გადადის ფრიკების გადაგება კი ბატონო კარგი მოდი ახლა ელენი ლაკახოშტერია გავუშვათ და ამით ერე კიდე რაღაცაზე ვილაპარაკოთ თათქმელი გავუშვით ჩვენ პარტნიორებს უნდა აუცილებლად მოვთხოვოთ და ვთხოვოთ რესურსებს აი ამ მედიისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ამ საჯარო მოხელეებისთვის და მე დარწმუნებულია რომ ამდენი მიმართულებით ენერგიულად მშვიდად
ძალიან მიზანმიმართულად თუ არ გავწყდებით, არანაირი შანსი ამ სისტემას არ აქვს, იმიტომ რომ ეს არის უმცირესობაში ის არის. თუ გაწდებით რა, შინაარს გარეგნობაზე არა, გარეგნობაზე როგორ ბიუთიენზე ბიჭი რო არის. შკაფი რო ლაპარაკობს და არა, მაგაზე კი არა, შკაფს მაგონებს. შკაფი რო ლაპარაკობს და დადის და ამოძნა. მე ხო იცი რა კაი ტიპი. მოჯადოებული რო არის. კი, მე კაი ტიპი გაიქცევა. მოჯადოებული ხო ყავს ნანახი. ბეტერი რო ლაპარაკობს? ბეტერი ლაპარაკობს არა მაგრამ. აი ეს ახლა ვიხსენებ რას მე ბეტერი რო ლაპარაკობს ეგეთი მუქები არა მაგრამ. რომ მოძრაობს ხო? რომ მოძრაობს ნანახი მაგ თვალით. არა, მე მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც. მე იმისთან მინდა რომ მე კაი, მოდი ახლა ცოტა იმ ხელოვნებაზეც ვილაპარაკოთ. გუშინ რომ არ გავუშვით ვიდეო, დღეს ყველამ გაუშვა, ყველა არხმა, მოგონთ შესაბამისი ცენზურით და კიდევ ერთხელ ვილაპარაკოთ ლიბერდებილურ შემოქმედებას. აქტი რო გამოაჩინა მაგ სპექტაკლში ბიჭმა. გამოაჩინა, ხო? მეგობარი აქტი გამოაჩინა. მიწებებული იყო გავაზე. ხო, მეგობრებო, მოდი ესე ვთქვათ. აი დავსვავ ეგეთ შეკითხვას. მაქვს პორნო თეატრი +18 აწერია და ბილეთი ის 50 ლარი. მაქვს თუ არა უფლება ვიყოთ ჩემთვის რა. აი კი როგორ ხო, მაგრამ ამის მერე გამოვიდე და დავიცვა ქართული სახელმწიფო და ჩვენი ტრადიციები, ღირებულებები როგორც თვითონ იძახის. ამ შრება ხო არ მაქვს. მაგალითად აი მე ჩიჩოლინას შეეძლო, მაგალითად იტალიაზე ეზრუნა, ერთადერთი ეგ ვიცი, მეტი არა. და თუ შენ გაქვს პორნო თეატრი, ხო, სადაც სკანდალურობით და მაიმუნობით ფულს აკეთებ და რაღაც აღწევ, ხო, შენს მიზანს. მე რატო ინდოქტრინაციას ეწევი ეგარ დაგავიწყე. ლიბერალურ ინდოქტრინაციას არა მგონია. მან ბიჭო, რაც არის იდეოლოგია? არა ლიბერალი. აი, მას სხვადასხვა გეტყვი რა. ნებისმიერ სექტაში ჩათრევას სჭირდება სტუნება. სტუნება არის თანდათანობითი. ნეოფიტი იქ რომ მივიდეს, შეიძლება გაიქცეს. ეგ არის უკვე მყარი ლიბერალებისთვის, არა, ლიბერდებილებისთვის. ვანაბისთვის. ვანაბი ლიბერალი. რომელსაც გადაწყვეტილია. უსოვკაში ჩაწერა. რომელსაც გადაწყვეტილია. უსოვკაში ჩაწერა რომ და ჯერ რომ დოი გამარჯვებას არ ეუნება. გადაწყვეტილი ვისაც აქვს, ხო? ხო, რას უკროელია? ვისაც უნდა სიუცის ნაწილი. ანუ ვინც მერყეობს, იმათვის ხო არ არის ეს? ხო, არ ვინც მერყეობს, შეიძლება და შეიძლება შოკია რა. ხო, შეიძლება დააჭერდეს. ხო ხტები, მე ჯერ ახალგაზრდა კაცი ვარ, რა ვიცი, ჯერ კარგად არ ვიცი და უცებ ხედავ რაღაცას. და მტერდები რა. შესაბამისად, აი ეს ეშლებათ, რომ მათი მარგინალური წრე ასეთი შემოქმედებით არ ფართოვდება რა. არ ფართოვდება. არის უბრალოდ აი როგორ გითხრა, იცი? აკეთებ სამპაიო. ბიჭო, აი უყურე აკეთებ ასეთი საინტერესო ადგილი გაქვს. პრივატული დახურული +18 +25 კერძო თეატრია. კერძო, ხო და მოდი რა შენთვის იყავი რა. არ გინდა რა, არ ვიცი, აი პორნო ინდუსტრიაში, პოლიტიკაში ერთი ჩოლინა ვიცი. დანარჩენ პორნო თავისთვის არიან ყველანი, ხო? ერთადერთი ვინც ვიცი საშა გრეია, ვინც დაანება თავი და ნორმალურ კინოში მიიღო მონაწილეობა. და მე საშა გრეის მათ შორის ერთი სელფი მახსოვს. ხო გახსოვთ? კითხულობდა ეგზისტენციალიზმი დოსტოევსკი და ძალიან ბევრი იცვალა. ძალიან მაგარია. დაჟე, პამელა ანდერსონი, რომელიც არ იყო პორნო ვარსკვლავი, პლეიბოის მოდელი იყო. მანაც ვერ შეძლო აი ამ ვერ შეძლო პლეიბოი და ვულგარულ რაღაცა სექსუალობასთან ასოცირდებოდა და ეს რაღაც უბედურებასთან ასოცირდება. ამიტომ მეგობრებო, შევა არის რომ ვისაც გაქვთ ეგეთი ზავიძენიები, მე არ გამოხვიდეთ და არ დაიწყოთ სამშობლოზე ზრუნვა. დიდი მადლობა მეგობრებო, ჩვენ ყველაფერს კიდე. და რაც თავარია, გიორგობა, რა თქმა უნდა, ბოლოს შემონა, ბრავოს დაესწარით. მე ჩვენთან არის და გავიმარჯვებ მართლაც რომ ეს. კარგად ბრძანდებოდეთ. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. თამბაქოს მოხმარება იწვევს ხორხის კიბოს. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.